თანამედროვე ვასალიზაცია არ მოითხოვს ქვეყნის მართვას ელჩის, ნამესტნიკის ან ეგზარქოსის მეშვეობით. საქმე რეალურად დამოკიდებულების ისეთი მჭიდრო არქიტექტურის შექმნას ეყრდნობა, რომ უფრო სუსტ პარტნიორს კატასტროფული ხარჯების გარეშე შენგან თავის დაღწევა აღარ შეეძლოს. რუსეთი კვლავ ინარჩუნებს დიდი სახელმწიფო სტატუსის გარეგნულ ნიშნებს და ინარჩუნებს მოქმედების თავისუფლებას მეორეხარისხოვან საკითხებში, მაგრამ რეჟიმის გადარჩენისა და ომის გაგრძელებისთვის აუცილებელ სფეროებში მისი სტრატეგიული ავტონომია მკვეთრად შემცირდა. ეს კრიტიკულ კითხვას აჩენს, რატომ იღებენ ამას კრემლის ელიტები, რომლებიც სრულად აცნობიერებენ ამ მზარდ დისბალანსს. აქ პასუხი არის არა მხოლოდ ეკონომიკურ აუცილებლობაში, იდეოლოგიასაც ძალიან დიდი როლი უჭირავს. ამგვარად, ჩინეთის მიერ რუსეთის ვასალიზაციის ჰიპოთეზა დიდწილად მართლდება. მოსკოვის დამოკიდებულება პეკინზე სტრუქტურული, ღრმად ასიმეტრიული და რაც მთავარია სტაბილურად მზარდია. ჩინეთი აკონტროლებს რუსეთის ძირითად ფინანსურ ნაკადებს, იუანიზაციით, კვებავს მის საომარ მანქანას და სისტემატიურად აძევებს მას გავლენის ტრადიციული სფეროებიდან, როგორიცაა ცენტრალური აზია. ბერლინში კარნეგის რუსეთის ევრაზიის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე გაბუევი ხაზს უსვამს, რომ ეს შემთხვევითი პროცესი არ არის. მისი სიტყვებით, რუსეთი ვასალიზაციაში იჭედება.